ხალხი დღეს მზადაა, რომ გადაიხადოს დროის დაზოგვაში. ბიზნესმენების უმეტესობა ხშირად ვერ ბედავს. ასობით ადამიანი ღამის გასათევს უშედეგოდ ეძებდა. ყველაზე მომგებიანი იდეები იქ არის, სადაც ხალხი გამოსავალს უკვე ეძებს. ცხვის მისაღებ ოთახში, გასაბერ ლეიბზეც კი დაეძინა. თუ შაურმა კარგად იყიდება, ათეულობით ახალი ობიექტი ჩნდება, ყველა საშაურმეს ხსნის. ბიზნესის დაწყება თითქმის ნულოვანი ბიუჯეტით შეგიძლიათ. თქვენ უბრალოდ იღებთ იმას, რასაც ხალხი ისედაც ეძებს და აქცევთ მას პროფესიონალურ სერვისად. უბრალოდ გჭირდებათ ლეპტოპი და უნარი, როგორ იმუშავა ამ ხედვამ უცხოეთში, იქ სადაც მილიარდები იშოვეს. ყველაზე მომგებიანი ბიზნეს იდეები ყოველთვის უფასოა. და იცით რატომ? იმიტომ რომ ისინი ყველას თვალწინდებს, მაგრამ მათ მხოლოდ ის ადამიანები ხედავენ, რომლებიც ბაზარს სულ სხვა თვალით უყურებენ. დღეს მოგიყვებით სადევს ეს უფასო შესაძლებლობები ქართულ ბაზარზე, მაგრამ იქამდე ვეცდები ავხსნა როგორ იმუშავა ამ ხედვამ უცხოეთში, იქ სადაც მილიარდები იშოვეს. ავიღოთ Instagram. ბევრს გონია, რომ ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი ინოვაცია. ან ისეთი ტექნოლოგიური გარღვევა, რომლის ანალოგი მანამდე არ არსებობდა. სინამდვილეში მისმა დამფუძნებლებმა კევინ სისტრონმა და მაიკლ კრიგერმა თავიდანვე შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ზედმეტად ბევრ ფუნქციას აერთიანებდა, მათ შორის ადგილების მონიშვნას, სამომავლო გეგმების შედგენას, მეგობრებთან მიმოწერის რთულ სისტემას და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვის ზედმეტად გადატვირთული აღმოჩნდა. სისტრონმა და კრიგერმა შეამჩნიეს, რომ ხალხი ამ ყველაფერს საერთოდ არ იყენებდა. ისინი მხოლოდ ფოტოებს აქვეყნებდნენ. ამიტომ მათ გააკეთეს ის, რასაც ბიზნესმენების უმეტესობა ხშირად ვერ ბედავს. გვერდზე გადადეს ყველაფერი, რაშიც ფული და ძალისხმევა ჰქონდათ ჩადებული და დატოვეს მხოლოდ ერთი მთავარი ფუნქცია. ფოტოს სწრაფი გაზიარება მარტივი ფილტრების დამატებით. მათ დაინახეს, რომ იმ დროს ტელეფონები დაბალი ხარისხის ბუნდოვან სურათებს იღებდა და ხალხს სჭირდებოდა არა მორიგი რთული პლატფორმა, არამედ მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას წამებში ესთეტიკურ გახდიდა. შესაბამისად, სისტრომმა და კრიგერმა გაყიდეს არა აპლიკაცია, არამედ გამოსავალი, როგორ გადავაქციოთ ცუდი ფოტო კარგ მოგონებად ხელის ერთი დაჭერით. სწორედ ეს არის ეგრეთ წოდებული უფასო იდეა. დაინახო, რას აკეთებს ხალხი ისედაც შენი ძალისხმევის გარეშე და მისცემათ ამის ყველაზე მარტივი გზა. ზუსტად იმავე პრინციპით დაიბადა Airbnb, რომელზეც ცალკე ვიდეო მაქვს ჩაწერილი. წლების წინ მის დამფუძნებლებს არ დაუწყიათ ფიქრი იმაზე, თუ საიდან მოიტანათ დიდი კაპიტალი გრანდიოზული პროექტისთვის. მათ უბრალოდ ერთი დეტალი შეამჩნიეს. იმ დროს, როცა ქალაქში დიდი კონფერენცია ტარდებოდა, ყველა სასტუმრო იყო გადავსებული. ასობით ადამიანი ღამის გასათევს უშედეგოდ ეძებდა. ამ ფაქტმა მათ დაანახა მოთხოვნა სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. მაშინ, როცა სასტუმროების ინდუსტრია მხოლოდ სტანდარტულ ძვირადღირებულ ნომრებზე იყო ფოკუსირებული, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ვიღაცა შეიძლება უბრალოდ ცხვის მისაღებ ოთახში გასაბერ ლეიბზეც კი დაეძინა, თუ ეს საკონფერენციო ადგილთან ახლოს და ბევრად იაფი იქნებოდა. Airbnb-ის დამფუძნებლებმა უბრალოდ აიღეს ის, რაც უკვე ხელთ ჰქონდათ. გასაბერი ლეიბი საკუთარ მისაღებ ოთახში და განცხადება ინტერნეტში დადეს. ამ შემთხვევაში არავის უცდია ახალი საჭიროების ხელოვნურად გამოგონება. მარტივმა იდეამ უბრალოდ ამოავსო ის სიცარიელე, რომელიც ბაზარზე ისედაც არსებობდა. დამფუძნებლებმა დაინახეს ის, რასაც ხვები ყურადღებას არ აქცევდნენ. ახლა კი დაუბრუნდეთ მთავარ კითხვას. სად არის ეს შესაძლებლობები დღეს ქართულ ბაზარზე? ხშირად გგონია, რომ ჩვენი ბაზარი ზედმეტად პატარაა. ყველაფერი უკვე დაკავებულია და ახალი ბიზნესის დასაწყებად აუცილებლად დიდი კაპიტალია საჭირო. არადა რეალურად იქაც ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს. ყველაზე მომგებიანი იდეები იქ არის, სადაც ხალხი გამოსავალს უკვე ეძებს. ბაზარი კი მათ ჯერჯერობით ვერაფერს დავაწყობს. იცით რატომ ვერ ხედავთ ამას? იმიტომ რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისას ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ. ვცდილობთ გავიმეოროთ ის, რაც სხვამ მეზობელმა უკვე გააკეთა. თუ ხედავთ, რომ ვინმემ ესთეტიკის ცენტრი გახსნა და გაამართლა, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. თუ შაურმა კარგად იყიდება, ათეულობით ახალი ობიექტი ჩნდება, ყველა საშაურმეს ხსნის. ეს არის ბრძოლა უკვე არსებულ ბაზარზე, სადაც როგორც წესი ის იმარჯვებს, ვისაც დიდი ბიუჯეტი აქვს. მაგრამ არსებობს სხვა გზა. გზა, სადაც კონკურენცია გაცილებით სუსტია, რადგან ბაზარი ბოლომდე არ არის ათვისებული. ყოველ დღე ათასობით ქართველი მომხმარებელი Google-ის საძიებო ველში თავის რეალურ კვალს ტოვებს. ჩვენ ვწერთ იმას, რაც სინამდვილეში გვაწუხებს, რაც გვჭირდება, ან რის ყიდვასაც გვეკმავთ. ეს არის ბაზრის ყველაზე გულწრფელი რუკა.
სადაც ადამიანები ბევრად უფრო პირდაპირები ვართ ვიდრე სოციალურ ქსელებში, ან თუნდაც სატელეფონო გამოკითხვებში. და იქ იკვეთება ყველაზე საინტერესო სურათი. ხშირად ხდება ისე, რომ ვსვავთ კონკრეტულ კითხვას, მაგრამ ქართულ ენაზე სრულყოფილ პასუხს ვერ ვპოულობთ, შესაბამის შედეგს ვერ ვნახულობთ. ვეძებთ კონკრეტულ სერვისს ან პროდუქტს, მაგრამ ხვდებით Facebook-ის გავსურ ჯგუფებში ან მოძველებულ ფორუმებზე, სადაც ინფორმაცია არასრულია და ჩვენს კითხვებს ხშირად არც არავინ არ პასუხობს. ეს სიცარიელი არის სწორედ ის უფასო იდეა, რომელიც თქვენ თვალწინდევს. ეს არის ბიზნესი, რომელიც არ მოითხოვს მილიონიან ინვესტიციას, იმიტომ რომ მომხმარებელი თქვენ უკვე გეძებთ. თქვენი ამოცანა კი მხოლოდ იმ თავისუფალი ადგილის დაკავებაა, რომელიც ბაზარზე ისედაც არსებობს. სწორედ ამ თავისუფალი ნიშების პოვნაში ვეხმარებით ბიზნესებს Tenix SEO-ში. ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად თქვენ ხდებით პირველი პასუხი იქ, სადაც მომხმარებელი გამოსავალს ეძებს. აქვე ალბათ გიჩნდებათ კითხვა, კონკრეტულად რას ნიშნავს ის სიცარიელე ჩვენს რეალობაში. მოდით ყველაზე მარტივი მაგალითი დავიღოთ. დააკვირდით, როგორ ვეძებთ ხელოსანს, რეპეტიტორს, ან თუნდაც ბავშვის ძიძას, რას ვაკეთებთ პირველ რიგში. სავარაუდოდ შევდივართ Facebook-ის ჯგუფებში, პოსტავთ ან ველოდებით, რომ ვინმე ნაცნობს გვირჩევს. მე იწყება დაუსრულებელი კომუნიკაცია, ვარკვევთ ცალია თუ არა, როგორი ფასი აქვს, რამდენად სანდოა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ მოთხოვნა არსებობს, სისტემა კი არ არსებობს. ჩვენთან ბიზნესი ხშირად ფიქრობს, რომ სერვისი მხოლოდ ოფისის ქონა ან მაღაზიის გახსნა. სინამდვილეში ყველაზე დიდი დეფიციტი დღეს საქართველოში არის ინფორმაციის ორგანიზება და ნდობა. Google-ის მონაცემები გვეუბნება, რომ ყოველთვიურად ათასობით ქართველი ეძებს ისეთ სპეციფიურ მომსახურებას, რომელზეც პროფესიონალური პასუხი ინტერნეტში ფაქტობრივად საერთოდ არ დევს, არ იძებნება. მაგალითად, ავეჯის რესტავრაცია თბილისში, ვეგანური კვების ობიექტები, იურიდიული დახმარება ემიგრანტებისთვის და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ მაგალითებია, ჩამონთვალი უსასრულო. როცა ადამიანი ამას ეძებს და პირობითად მხოლოდ 2015 წლის რაღაც პოსტს ნახულობს, ის იმედგაცრუებულია. და სწორედ აქ არის თქვენი შანსი. თქვენ გჭირდება შექმნათ პლატფორმა, ბლოგი ან სერვისი, რომელიც ამ ადამიანს ზუსტად იმას მისცემს, რასაც ის ეძებს. ამომწურავ პასუხს და გამოსავალს. ვიდრე იმის ამ კონკრეტულ სფეროს დაგისახელებ, სადაც ჩემი აზრით დღეს ყველაზე დიდი პოტენციალია, აუცილებელი. გეტყვით, რომ Tenix SEO-ში შეგიძლიათ მოითხოვოთ უფასო SEO აუდიტი. ჩვენ ზუსტად გეტყვით, რას ეძებს თქვენი მომხმარებელი სინამდვილეში და როგორ პოულობს ის თქვენს ნაცვლად თქვენს კონკურენტს. ახლა კი გადავიდეთ იმ სამ სფეროზე, სადაც ვფიქრობ ბიზნესის დაწყება თითქმის ნულოვანი ბიუჯეტით შეგიძლიათ. პირველი, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი უნივერსალური უნდა იყოს. მაგრამ მომხმარებელი სულ უფრო მეტად ეძებს ვიწრო სპეციალისტს. ნაცვლად იმისა, რომ იყოთ კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია, იყავით ვინც აკეთებს მხოლოდ ძველი ბინების რემონტს. ან სპეციალისტება როგორც კერძო, ეზოებისა და ტერასების გამწვანების სპეციალისტი. რატომ? იმიტომ რომ ხალხს სჭირდება ექსპერტი და არა ის ვინც ყველაფერს აკეთებს და რეალურად არც არაფერშია საუკეთესო. მეორე დიდი შესაძლებლობა იქ არის, სადაც ადამიანს სჭირდება კონკრეტული ცოდნა, მაგრამ ქართულ ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ ზოგად რჩევებს პოულობს. რომ დავაკვირდეთ რა ხდება Google-ში, ათასობით მშობელი ეძებს ბავშვის კვების რაციონს 6 თვიდან, მარტივ რეცეპტებს ტონაში კლებისთვის. ათასობით სხვა ადამიანი კი კითხულობს, როგორ დავითვალოთ კალორიები და ასე შემდეგ. და რას პოულობენ ისინი დღეს? პოულობენ გარკვეულ ბლოგ პოსტებს, ან უცხოურ აპლიკაციებს, სადაც ქართული კერძები საერთოდ არ არის ნახსენები, ან რთულ დიეტებს, რომელთა დაცვა რეალურ ცხოვრებას შეუძლებელია. ეს არის ზუსტად ის თავისუფალი ნიშა, რომელიც შეგიძლიათ რომ დაიკავოთ. ნაცვლად იმისა, რომ იყოთ კიდევ ერთი მორიგი ნუტრიციოლოგი, შეგიძლიათ რომ შექმნათ მზა ინსტრუმენტები, მაგალითად ქართული კერძების კალორიულობის ცხრილი, ან 7 დღიანი კვების გეგმა ოფისში მომუშავეთათვის. ჩვეულებრივი PDF ფაილები, სადაც ადამიანს გამზადებული დახვდება ყველაფერი, რა იყიდოს, როგორ მოამზადოს და როგორ მართოს საკუთარი რაციონი ზედმეტი წვალების გარეშე. თქვენ არ გჭირდებათ არც დარბაზის გახსნა, არც პროდუქტების წარმოება. უბრალოდ გჭირდებათ ლეპტოპი და უნარი, რომ ეს ინფორმაცია აქციოთ ერთ გასაგებ და პრაქტიკულ პროდუქტად. თქვენ გაყიდით არა ფაილს, არამედ შედეგს და თავდაჯერებულობას და ასევე პასუხობთ კითხვას, რომელიც Google-ის საძიებო ველში უკვე დასმულია. ოღონდ ეს უნდა გააკეთოთ, რა თქმა უნდა, პროფესიონალურად და კონკრეტულად. ხალხი დღეს მზადაა, რომ გადაიხადოს დროის დაზოგვაში. თუ მომხმარებელს დაანახებთ, რომ ნახევარდღიანი ძებნის პროცესის ნაცვლად თქვენთან კონკრეტულ თანხად მიიღებს ზუსტ ქართულ რეალობაზე მორგებულ პასუხებს და ინფორმაციას, ის ამას იყიდის. ეს ინფობიზნესია, რომელიც ერთხელ იქმნება და 1000 ჯერ იყიდება, ზუსტად ისე როგორც Instagram-მა გაყიდათ ფოტოს გალამაზების სწრაფი გზა, თქვენ იყიდით ინფორმაციის მიღების სწრაფ გზას. აქვე შეიძლება იფიქროთ, რატომ უნდა იყიდოს ვინმე კვების რაციონის PDF ფაილი, როცა შეუძლია ხელოვნური ინტელექტს უფასოდ გკითხოს.
ახლავს. სინამდვილეში ზუსტად აქ იმალება თქვენი მთავარი შანსი. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მოგცეთ ზოგადი პასუხი, მაგრამ მან არ იცის ქართული დახლები, არ იცის ჩვენი პროდუქტების სპეციფიკა და არც ადგილობრივი კონტექსტი, რომელშიც მომხმარებელი ცხოვრობს. გარდა ამისა, როცა საქმე ეხება მაგალითად ბავშვის გვებას ან ბავშვის ჯანმრთელობას, ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ის პასუხი, რომლის უკანაც ცოცხალი ექსპერტი და გადამოწმებული ინფორმაცია დგას. ChatGPT-თან საუბარს და სწორი კითხვების დასმას დრო სჭირდება. ხოლო თქვენი კლიენტი კი პოტენციურად დაკავებული ადამიანი, რომელსაც არ უნდა ჩათი, მას უნდა მარტივად მიიღოს მზად დოკუმენტი, რომელიც მის ტელეფონში იქნება და ნებისმიერ დროს ინტერნეტის გარეშეც გადახედავს. ამ შემთხვევაში თქვენ არ ყიდით ინფორმაციას, თქვენ ყიდით გაფილტრულ, უსაფრთხო და ჩვენს რეალობაზე მორგებულ სისტემას. სხვათა შორის TENX SEO-ში ჩვენ სწორედ ამ ლოგიკით ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რომ როცა ვინმე ხელოვნურ ინტელექტს რჩევას კითხავს, ჩათმა პირველ რიგში ჩვენი კლიენტების კომპანია დაასახელოს. ეს არის AEO ოპტიმიზაცია, როცა თქვენ ხდებით ის ერთადერთი პასუხი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს თავაზობს. იცით რას ეძებენ ქართველი ემიგრანტები Google-ში ყველაზე ხშირად? ათასობით ადამიანი იტალიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან ყოველდღიურად გუგლავენ ვალუტის კურსს, საქართველოს ბანკის ხელხას, ნოტარიუსს შაბათ-კვირას, იუსტიციის სახლს. გარდა ამისა, ათასობით ადამიანს ქვეყნის გარეთ აქვს ერთი და იმავე ტკივილი. მათ ყავთ ხანდაზმული მშობლები, რომლებსაც არ სჭირდებათ მომვლელი, მაგრამ სჭირდებათ ელემენტარული დახმარება ტექნიკურ საკითხებში. ვინმე, ვინც მაგალითად კვირაში ერთხელ მივა და ეხმარება აპლიკაციით გადასახადების გადახდაში. ან გამოუძახებს, ან მიუტანს პროდუქტებს, ჩაურთავს ვიდეოზარს მშობლებთან სალაპარაკოდ, ან უბრალოდ წნევას გაუზომავს. აქედან გამომდინარე შეგიძლიათ შექმნათ ციფრული ასისტენტი სერვისი ემიგრანტებისთვის. იმაში გადახდილი 50-იან ასლარი, რომ მის ნაცვლად ვინმე მოაგვაროს ბიუროკრატიული საკითხები, დაორგანიზოს საბანკო ტრანზაქციები, ან უბრალოდ დარწმუნდეს, რომ სახლში დატოვებული მშობელი უყურადღებოდ არ არის. ეს არის ის უმცირესი თანხა იმ მუდმივ შფოთვასთან შედარებით, რასაც ის ათასობით კილომეტრის მოშორებით განიცდის. ამ ბიზნესის დასაწყებასაც არ გჭირდებათ ოფისი, გჭირდებათ მხოლოდ ლეპტოპი, რომ შექმნათ გამართული სისტემა, სადაც პირობითად შვილი ნებისმიერ წუთს მიიღებს ანგარიშს, მაგალითად ვიყავი, წამლები მიუტანე, ინტერნეტი გავასწორე, მშობლები კარგად არიან. ეს შეიძლება იყოს ფოტოს ან ვიდეოს დადასტურებით, ან მოკლე ვიდეოზარით. ანუ სისტემა, სადაც ემიგრანტი არა უბრალოდ სიტყვას, არამედ რეალურ მტკიცებულებას მიიღებს. ეს არის იდეა, რომელიც ათასობით ადამიანის რეალურ ტკივილზე დგას და სადაც ბაზარი დღეს პრაქტიკულად ცარიელია. თქვენ უბრალოდ იღებთ იმას, რასაც ხალხი ისედაც ეძებს და აქცევთ მას პროფესიონალურ სერვისად. შეიძლება ახლა ფიქრობთ, კარგი, ეს მაგალითები გასაგებია, მაგრამ მე როგორ ვიპოვო ჩემი ნიშანი? პასუხი ისევ Google-შია. ოღონდ ამჯერად თქვენ უნდა ისწავლოთ საძიებო ველის კითხვა. არსებობს სამი მარტივი ნაბიჯი, რომელთაც ნებისმიერ თქვენგან შეუძლია დღესვე აღმოაჩინოს თავისუფალი ბაზარი. ეს არის ის მეთოდი, რომელსაც SEO სპეციალისტები ახალი ბაზრების მოსაზებნად ყოველდღიურად ვიყენებთ. ნაბიჯი პირველი, გამოიყენეთ ინკოგნიტო რეჟიმი, იმისათვის რომ თქვენმა პირადმა ისტორიამ ძიებაში ხელი არ შეგიშალოთ, ნაცვლად ზოგადი სიტყვებისა დაიწყეთ ფიქრი ისეთი ფრაზებით, რომლებიც მოქმედებას და პრობლემას უკავშირდება. მაგალითად, როგორ შევაკეთოთ, სად ვიპოვოთ, ვინ აკეთებს, როგორ გადავიხატო. დააკვირდით, რას გთავაზობთ Google-ის საძიებო შედეგების ჩამონათვალად. თუ ხედავთ, რომ ხალხი მასიურად ეძებს, როგორ შევაკეთოთ ძველი ტიხრული მინანქარი ან სად ვიპოვოთ ავეჯი სანდო რესტავრატორი, ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა დიდია. პასუხები კი არ არსებობს. ნაბიჯი მეორე. დააკვირდით მსგავს ძიებებს. როცა რაღაცას დაგუგლავთ, ჩამოდით გვერდის ბოლოში, იქ Google პირდაპირ გეუბნებათ კიდევ რას ეძებს იგივე აუდიტორიამ. ხშირად იქ იმალება ყველაზე უფრო ვიწრო და მომგებიანი ნიშები, რომლებზეც სტატიებიც კი არ არსებობს ქართულ ენაზე. ეს არის ბაზრის უფასო კვლევა, რომელშიც კომპანიები ფულს იხდიან ძირითადად. თქვენ კი ამას დაინახავთ წამებში. და ნაბიჯი მესამე. გაანალიზეთ პასუხგაუცემელი კითხვები. თუ ხედავთ, რომ თქვენს კითხვაზე Google-ს მხოლოდ 10 წლის წინანდელი ფორუმის პოსტები მოაქვს, სადაც ხალხი დღემდე წერს, მეც ვეძებ და ვერ ვიპოვე, ვინმემ თუ იცით მომწერეთ. ასეთ დროს თქვენი ამოცანა ის გაფანტული კითხვები შეაგროვოთ და ერთ კონკრეტულ სერვისად ან ციფრულ პროდუქტად აქციოთ. მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ ეს იდეა მოგებას მართლა მოიტანს? პასუხი მარტივია. თუ თქვენი გადაწყვეტილება ვინმეს დროს უზოგავს ან გამოსავალს თავაზობს, ესე იგი მასში ფულს გადაიხდიან. გახსოვდეთ, Instagram-მა იმიტომ გამართლა, რომ მანამდე არსებული სირთულე ერთი ღილაკით ჩაანაცვლა. ხალხი ფულს იმაში კი არ იხდის, რომ ჩვენ რაღაც წარმოუდგენელი გამოვიგონეთ, არამედ იმაში, რომ მათი ცხოვრება ერთი
პრობლემით ან ერთი საზრუნავით ნაკლებია. თუ იპოვეთ კითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს, გახდით ეს პასუხი შექმენით პირველი PDF ფაილი ან გაუწიეთ პირველი კონსულტაცია, დაეხმარეთ პირველ ემიგრანტს. ყველაზე მომგებიანი ბიზნეს იდეები მართლა უფასოა და მათგან რომელიმე ახლა აუცილებლად თავის ავტორს ელოდებ. ხოლო თუ გაინტერესებს უფრო მეტი ვიდეო ბიზნესზე, მარკეტინგზე, ენტერპრენერშიპზე, გამოიწერა ჩემი არხი.